გქონეთ თუ არა ოდესმე განცდა იმისა, რომ თქვენ სიბრუნყოფი ადამიანები უბრალოდ იდიოტები არიან და არავის სათანადო თქვენი არ ესმის. მაშინ ეს იგი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რა ფაქტორები შეიძლება მოქმედებდეს ადამიანების ამა თუ იმ ქცევაზე, სხვადასხვა გარემოში და სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციის პროცესში. ავტორი თომასერიქსონი თავის წიგნში იდიოტები ჩვენს გარშემო გამოყოფს ადამიანების ქცევის 4 ძირითად ტიპს, რომელსაც ის სიმბოლურად ფერებს უსაბამებს და ეს ფერებია წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი და მე შევეცდები მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი. დავიწყოთ წითელი ფერით. ამ ნიშნის ქვეშ ავტორი აერთიანებს ისეთი ტიპის ადამიანებს, რომლებიც არიან ამბიციურები, ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანები და ყოველთვის ორიენტირებული არიან საქმის დროულად გადაწყვეტაზე და ძალაუფლების და მართვის სადავები აუცილებლად უნდა იყოს მათ ხელში. და მასთან ურთიერთობის დროს ავტორი გვირჩევს, რომ ნაკლებად ვიყოთ მლიქვნელური ხასიათის და დამოკიდებულების, რადგან ასეთ დროს მსგავსი ტიპის ადამიანები უბრალოდ არჩევენ თქვენთან გაცვლას და დისტანცირებას. მეორე ფერი, რომელსაც ავტორი გამოყოფს, ეს არის ყვითელი ფერი და ამ ნიშნის ქვეშ ავტორი აერთიანებს ისეთი ტიპის ადამიანებს, რომლებიც არიან უფრო მეტად მხიარულები, ენერგიულები, ძალიან კრეატიულები და უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ისინი ადვილად იწყენენ ისეთ საზოგადოებაში და ისეთ გარემოში, სადაც მათ უბრალოდ არ ეძლევათ საშუალება იმის, რომ თავიანთი იდეების და თავიანთი ოცნებების, რომელიც შეიძლება საკმაოდ სულელური იყოს, მაგრამ ამის რეალიზების საშუალება თუ არ ეძლევათ მათ. ისინი არიან საკმაოდ სელექციური ყურადღების მქონე ადამიანები და უბრალოდ მათთან ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც მათ არ აინტერესებთ, ისინი არ მოგისმენენ. მესამე ფერის ადამიანები, ისინი არიან მწვანე ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები, რომლებიც არიან საკმაოდ ფლეგმატურები, თავშეკავებულები, სიახლის მიმართ ძალიან სკეპტიკურად განწყობილები და ურჩევნიათ ასეთ ადამიანებს უფრო იყვნენ სტაბილურ გარემოში და უსაფრთხო გარემოში. მათ აშინებთ ახალი გამოწვევები და უბრალოდ ურჩევნიათ, რომ იყვნენ ყოველდღიურ რუტინას და დინებას. თუმცა ამ ადამიანების სასიკეთოდ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ძალიან სანდო და დასაყრდენი ადამიანები არიან, რომელსაც შეგიძლიათ ცხოვრებაში თავისუფლად ენდოთ. და მეოთხე ფერი, რომელიც ჩვენ დაგვჭირ, ეს არის ლურჯი ფერი. ასეთი ტიპის ადამიანები არიან ლოგიკურად მოაზროვნე რაციონალისტი ტიპები, რომლებიც საკმაოდ პედანტურობით გამოირჩევიან და ცდილობენ განუხრელად დაიცვან წესრიგი ნებისმიერ საქმესა თუ ვითარებაში. ისინი არიან საკმაოდ პერფექციონისტები და რასაც კი ხელს კიდევენ, ცდილობენ, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად შეასრულონ მათ წინაშე დასახული ამოცანები. მოკლედ, ავტორის მიერ ადამიანების ასეთი კლასიფიკაცია ერთ შეხედვით შეიძლება ძალიან პრიმიტიულად და ნაიურადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ რადგან ადამიანი არის საკმაოდ რთული და კომპლექსური ფენომენი და შეუძლებელია მისი რაღაცა კონკრეტულ ყალიბში მოქცევა და ტრაფარეტული იარლიყის მიწებება, რომ ადამიანი შეიძლება იყოს წითელი ან მწვანე, მაგრამ ვინც არის დაინტერესებული იმაში, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ამათი ადამიანების ქცევას, ვინც არის მიდრეკილი იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტად მიმღები და ემპათიური იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ ეთანხმებოდნენ ცხოვრებაში, სულ სხვა განსხვავებული მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიის მქონე ადამიანები იყვნენ. ეს წიგნი მათ ნამდვილად დაეხმარება ამაში და სანამ ნაჩქარებ გადაწყვეტილებას მიიღებენ მათ წინაშე მდგომი ადამიანების მიმართ, რომ თითქოს ისინი არიან იდიოტები, შეიძლება ეს ადამიანი იდიოტი კი არა, უბრალოდ სხვა ფერის წარმომადგენელი იყოს.